ამბავი ერთ ეზოში მოხდა, სადაც ცხოვრობდა ფილოსოფოსი ძროხა, მხატვარი, ბატი, ჭკვიანი, ძაღლი, წიგნობარი, ზვერავი, კატა და უამრავი შინაური ცხოველი, რომლებიც ყველანი იყვნენ ძალიან ცნობის მოყვარეები და დილა იწყებოდა ქოთქოთით და ამბით, ახალი ამბებით, ჭორებით, მითქმა მოთქმით, იქით ეზოში რა ხდება, აქეთ ეზოში რა ხდება, აიმე, იქით ქალმა ისეთი ჯოხი მოუქნია გოჭს, რომ გოჭი მთელი დღე ჭყვიტინებდაო და იყო ჭორაობა და ამბავი, მაგრამ თავარი მოქმედი პირი ამ ეზოში იყო ქალბატონი დედალი. იგი ამბობდა, რომ მისი ერთი კვერცხის აფამწვარი 30 კაცს მაინც დაანაყრებდა და წიწილები კიდე ისეთები იჩეკებოდნენ, რომ ავთვალს არ დაენახებოდნენ, იზრდებოდნენ, შვენდებოდნენ, წივწივობდნენ და იყვნენ შეუდარებელი სილამაზის წიწილები, მერე ქათმები, მერე დედლები და ვერავინაც ვერ იმეტებდა მათ დასაკლავად. თვითონ იყო გაფოფინებული, სერიოზული, მედიდური და ძალიან თავმომწონე. ერთი ნაკლი ჰქონდა, თუ დაიძინებდა, 2 დღე შეეცნო გადაბმულად ეძი და განსაკუთრებულად მაშინ, როცა კვერცხებზე იჯდა და წიწილებს ელოდებოდა. მოგახსენეთ, რომ ეზოში ძალიან მრავალფეროვანი შემოქმედებითი ატმოსფერო იყო. ბატი ხატავდა, ძროხა ფილოსოფიურ ნაკვესებს წერდა, ძაღლი სხვადასხვა წიგნებს კითხულობდა და მოკლე შინაარსს უყვებოდა ეზოს დანარჩენ მაცხოვრებლებს. კატამ ზვერავი იყო და ამბები მოჰქონდა აქეთ-იქით ეზოებიდან. ძალიან საიდუმლო ამბები და ამ ამბებს, რა თქმა უნდა, საიდუმლოდ არავინ არ იმნახავდა, იმიტომ რომ დილიდან და იყო ერთმანეთში გაცვლა ჭორების ამბების, ახალი ამბების, ცხელცხელი ამბების, ვის ვინ უყვარს, ვინ ვის დაშორდა, ვინ ვის საჭმელი შეუჭამა, ვინ ვის ქვა ესროლა, ან ვინ ვის ეზოში გადაძვრა და ჯერაც არ დაბრუნებულა. ეს ქათამი იყო ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ ყოველთვის დასაქმებული იყო, კვერცხებზე იჯდა და საერთოდ არ ეცალა ამ ჭორებისთვის. ერთხელაც ამ ქათამს ჩაეძინა, ოღონდ ჩაეძინა თავის ულამაზეს, უმშვენიერეს საწოლში, სადაც უკვე 3 ჩინებულზე ჩინებული კვერცხი დაედო. იჯდა, ხედავდა მშვენიერ სიზმრებს თუ როგორ გამოიჩეკნენ ერთმანეთზე, ულამაზესი წიწილები, როგორ გაზრდიდა მათ, როგორც სამაგალითო მშობელი. წიწილებს ეცოდინებოდა წერა, კითხვა, ლექსების ზეპირად თქმა, ცეკვა, თამაში და იქნებოდნენ ულამაზეს უნიჭიერესები. დედალს დაეძინა, ბატი კიდე მოწყენილი იყო. შემოქმედებითმა მუზამ მოუარა და გადაწყვიტა რამე შეეღება, ან დაეხატა. მაგრამ ვინაიდან მთელი ეზო მოხატული იყო, კუნჭულიც არ იყო დარჩენილი, რომ მისი ნახატები არ ყოფილიყო, გადაწყვიტა ქალბატონი დედალი ჩაეჩოჩებინა და მისი თეთრი ულამაზესი კვერცხები შეეხება. რა გადასარევი აზრია, გაიფიქრა, გახსნა გუაშის საღებავები, აიღო თავისი ცნობილი ფუნჯი და თქვა, მე ხლა დავხატავ, როგორც იმპრესიონისტები ხატავდნენო. აი ასე. მშვენიერი ფერია შემიფასეთ, მშვენიერი ფერი ძროხამ არ გაიგოს, დედოფალმა დედალმაო, თორე
შავი დღე დაგვადგებაო. არა, პატმა თქვა, მე ისევ ხატავ, რომ აღფრთოვანებული დარჩებაო, მწვანე ფერიც ქონდა. აიღო მწვანე ფერი, ჩუმად აიღო კვერცხი, გადაუსვა მწვანე ფერი. შეხედეთ. იმპრესიონიზმი, მოდერნიზმი. ყვითელი ფერი იყოს ახალი მიმდინარეობა, ბატური. მიმდინარეობა, ბატური, მეგობრებო. აი, ნახეთ, რა სილამაზეა. ნახეთ, ნუ თუ რა უნდა თქვას ქალბატონმა დედალომ, როცა ჩახედავს, რომ თავისი კვერცხები ასეთი გალამაზებულიაო. ქალბატონმა დედალმა როგორც იქნა გამოიძინა, ფრთები გაისწორა, გაიფოფრა, დაიფერთხა და გადაწყვიტა დახედოს, რომელიმე წიწილა ნისკარტი ხო არა მოარტყა ნაჭუჭს. დახედა ამბავი ეზოში, ვაი, უშველებელი, არ ჩერდება. გაიფოფრა, გაიპუტა, სუბუმბულები ცვიოდა აქეთ-იქით, გადაირია, ასე სუბუმბულები ცვიოდა. დედა შეწუხდა, ყველა რა მოხდა, როგორ რა მოხდა, ჩემი კვერცხები. გაფერადდა, სირცხვილა თავის მოჭრა, ჩემი ლამაზი კვერცხები. ძროხამ დახედა და ქალბატონო დედალო, შვენიერი სილამაზის კვერცხებია, შვენიერი, საერთოდ შეგიძლიათ გამოფენაზეც წაიღოთ. რას ლაპარაკობ, ქათამის უგაგიჟდა, როგორ მაკადრეთ ეს რა გამოფენა, ჩემი ულამაზესი კვერცხები. ბატი მოვიდა ფუნჯით ხელში და შემიძლია თეთრად გადაგიღებოთო. წადი მოშორდი აქედან, ეს ალბათ შენი ოინებიაო. ძაღლმა, იცით, ქალბატონო დედალო, მე წიგნებში წამი. არ მაინტერესებს რა წიგნები წაიკითხეთ, არ მაინტერესებს მე ჩემი კვერცხები, ჩემი დადებული კვერცხები, ჩემი შედევრალური კვერცხები მაინტერესებსო. მზვერავმა კატამ გამოიხედა. ბატს თვალი ჩაუკრა და თქვა, ჩვენ შეგვიძლია ეს კვერცხები წყლით გავწმინდოთ. არავითარ შემთხვევაში ჩემი წიწილები შიგნით გაცივდებიან. მაშინ დაბრძანდით, ძროხეუბნება, გამოჩეკეთ და შვენიერი უშტოები რო გაჩნდნენ, ჭრელაჭრულები რო გაჩნდნენ. არა, ქალბატონო, წიწილები იქნებიან ჩვეულებრივი და როგორც იქნა გააკავეს, აქეთ კატა დაჯდა, აქეთ ძაღლი დაჯდა, უკან ბატი შეშინებული დადგა. ძროხამ რქები დაადო და გაჩერდა როგორც იქნა. ცოტა ხანში ისმის ვაიმე ღმერთო, ანერვიულდა დედალო, ვაიმე ახლა როგორები იქნებიან, თუ ჭრელაჭრულები იქნებიან, თუ არ იქნება თავიანთი ულამაზესი ყვითელი ფერი. ნუ ღელავთ ქალბატონო, როგორებიც არ უნდა იყვნენ თქვენი შვილები. მე ჩემი ლამაზი შვილები მინდა დააწყნარდით, ქალბატონო, ლამაზები იქნებიან. დახედა დედალმა და წაუვიდა გული სიხარულისგან. ციცილები ისეთი ლამაზები, ისეთი წითელ ნისკარტები და შვენივრებია გამოიჩეკნენ. მაგრამ ერთ თავზე ლურჯი ესვა. მეორეს თავზე მწვანე ესვა. და მესამეს თავზე ყვითელი ესვა. დედიკო, ხო გეყარებით როგორებიც ავართ? დედალმა თქვენ ჩემი
უმშვენიერესი, ულამაზესი წიწილები ხართო. მოდით ჩემთანო, მოდით და ერთად ფოტო გადავიღოთო. აი, გავარდა იმ წუთშივე ძაღლი, მოიტანა ფოტოაპარატი. ყველანი დადგნენ და გადაიღეს სამახსოვრო ფოტო. გვერდზე ეზოდან, სადაც ასევე ძალიან დიდი ამბები ტრიალებდა, ჭოქრიტით. თხა უყურებდა ამ ყველაფერს. თხა, რომელსაც ძალიან კვიმატი ენა ჰქონდა და ღმერთმა იცის როგორ გადააკეთებდა ამ ამბავს. ქალბატონმა დედალომ კიდე ბოდიში მოიხადა, ღმერთო ჩემო, რამდენი ვიკრიახე, რამდენი ვიქოთქოთე, არადა რა მშვენიერი წიწილები გაჩნდნენ და როგორებიც არ უნდა გამოჩეკილიყვნენ, ისინი ხომ ჩემი შვილები არიან და შენი საკუთარი შვილი ხომ მაინც ყველაზე ლამაზია, ყველაზე ჭკვიანი და კარგი. ედისთვის შვილი ყოველთვის გამორჩეულად კარგია.